ვიდეო უკვე გადავიღე USD-ს, შეგიძლიათ ნახოთ, რა თქმა უნდა, ამ მონაკვეთების მერე იქნება, უბრალოდ ეს უნდა საყიდი ეს დამრჩა და ეხლა ვიყიდე. აი გარედან ესე თუ იძე ყავს. ოსა ეხლა ცოტა გასარეცხი არის. მოდი ეხლა უკრინანაც განახებთ. დიფუზორი ძალიან მოწონს. დიფუზორი შევცვალეთ, როგორც ისეთ არ იყო ქართულად ესეთი. და კარნიზებიც დაუყენეთ რა. ზოგს დისკები მოწონს, ზოგს არა, მაგრამ მე რავი მოწონს, რომ შავზე არის. მაგრამ სხვა დისკებიც კი მოხდებოდა, მაგრამ ესეც კაი არის 19-იანები. აი, რაც ყველაზე მეტად მომწონს, ეს არის აი სალონი რა, აი მართლა სალონი არის ახაც ასწავლი. რა თქმა უნდა, ეს ლაითები ქართულად მოყვება. უბრალოდ აი ეს ნახეთ, წითელი ლურჯი რო არის, ეს ჩავაწერინე, ჩემს ძმაკას ჯახა კოსტუმსი არის რა. და მაგა ჩამწერა კონკრეტულად ეს ფერები, უბრალოდ ეს ლაითები ქართულად მოყვება. მაგრამ ეს ფერები ძალიან მოწონს, იმენა ემის ფერები არის. ორ ხარ სისი? სისი? გამარჯობა მეგობრებო, დღეს იქნება ტრეიდის განხილვა EURUSD-ზე, დავუჭერთ 5 არ არის. ეს ახლა ახალი კამერა ვიყიდეთ, მოყვება იქეთ, აქ ძალიან მაგარია, გუშინ ვიყიდე. და რა თქმა უნდა, უფრო მეტ და მეტ ვიდეოს შემოგთავაზებთ. იქნება, ანუ ყველანაირი ვიდეო იქნება, მაგრამ დღეს ახლა მოდი EURUSD განვიხილოთ რა. მოდი აქ კი ბატონო. ანუ რატომ დავუჭირეთ ეს სელი. პირველ რიგში რას ვხედავთ, რომ გვაქვს რა, ბევრი ტრენდი, ხო? ანუ დაღმავალი ტრენდია, იმიტომ რომ ფასი ჩადის ყოველთვის ქვევით, ანუ რის სერიები გვაქვს lower low და lower high. როდესაც ტრენდი გვაქვს ჩვენ დაღმავალი, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა გავყვეთ ტრენდს, იმიტომ ტრენდი არის ჩვენი, ესე ვთქვათ, მეგობარი რა, ჩვენი მტერი არ არის. აი, ახლა აქ რას ვხედავთ? გვაქვს breakout structure-ი, ხო? აქ რაღაც манипуляция იყო, მერე დაიდროპა მარკეტი და ქონდა ძალიან მაგარი supply. რა თქმა უნდა, იმბალანსით, ინდუსმენტით, მერე ისე breakout structure-ი მოგვცა, შეეხო ჩვენ supply-ს და ისევ დაიდროპა ქვევით, ანუ ნახეთ, lower high, lower low, lower high, lower low. ისევ ქვევით ჩადის მარკეტი რა. აქ ისევ და ისევ ქონდა იმბალანსი და ისევ breakout structure-ი, ანუ ყოველთვის არის ერთი და იგივე მოძრაობები, ესე რომ ვთქვათ. უბრალოდ ჩვენ უნდა მივხვდეთ, სად არის ვალიდური და რომელი არის fake, ანუ smart money trap-ი რა. ეხლა რა მოხდა აქ? აქ ხედავთ, რომ liquidity-ები ქონდა, supply-ში ხო, რა თქმა უნდა და აქ IS high-ები ყველა. ნახეთ, აი აქ. ეს არის resistance. ძალიან ბევრი ტრეიდერი აქედან sell-ს გაანახორციელებდა, იმიტომ რომ გონიათ, რომ ეს არის ძლიერი ზონა, ესე რომ ვთქვათ რა. ეხლა მოდი მოვნიშნავ აქ support და resistance, კი ბატონო. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი ტრეიდერი აქ stop loss-ი აქვს რა, ანუ ხსნიან ტრეიდებს ყოველთვის. გაყიდის, მაგრამ რა მოხდა შემდეგ? ავიდა ზევიდა ყველა ეს ტრეიდერები, ვინც იყო, ყველა გამოაგდო მარკეტმა, ხო? რა თქმა უნდა, ჭირდება liquidity. Liquidity თუ არ აიღო მარკეტმა, ვესად ვერ წავა რა. ანუ ყოველ შემდეგ მოძრაობას ჭირდება თავისი მიზეზი და მიზანი, ანუ მიზანი აქვს. ეხლა ნახეთ. აქ რა თქმა უნდა უკვე დაიწყო ლონდონ სესია და გადავდივართ უკვე ნიუ-იორკ სესიაზე, მაშინ განვახორციელებთ ეს სეტაპი, ანუ ნიუ-იორკ სესიამდე რამოდენიმე წუთით ადრე. და რას ხედავთ ახლა? აი აქ არის ძალიან მაგარი სეტაპი, ესე რომ ვთქვათ რა. პირველ რიგში ხედავთ, რომ გვაქვს манипуляция. რა თქმა უნდა, აი ეს დიდი კენდელი, აი ეს ტრეიდერები ყველა გამოვაგდეთ და შემდეგ რა მოხდა? შემდეგ მარკეტმა რო გადავიდეთ აი 3 წუთიანზე. დაიწყო რა? ისევ კონფირმ მოხდა, რომ ქვევით ჩავიდეს, ანუ დაღმავალი ტრენდი გააგრძელოს, ხო, რა თქმა უნდა. აქ არც ISI, ანუ SI რო გაგვეტეხა ეხა, ISI რო გაგვეტეხა. მაშინ რა თქმა უნდა, sell-ს უკვე აღარ უყურებდი, იმიტომ რომ არ მაქვს მაგის დასტური, რომ ქვევით ჩავა მარკეტი. მაგრამ რადგანაც ეს არის protected high და პირიქით ქვევით გავტეხეთ უკვე. უკვე ძალიან ის ვიყავით, როგორ ვთქვათ, confident, ესე რომ ვთქვათ, თავდაჯერებული, რომ ფასი ჩადიოდა ქვევით, ხო? მე რა თქმა უნდა, აქ რაღაც confirm მქონდა. აქ კიდე supply შეეხო მარკეტი, მაგრამ აქედან რა თქმა უნდა არ განვახორციელებდი sell-ს, იმიტომ რომ ჭირდებოდა minimum IS low გაგვეტეხა და კი ბატონო გავტეხეთ აქ, უკვე ეს დასტურია change of character-ის. აქ იმბალანსი ქონდა, ინდუსმენტი და ეს რა თქმა უნდა ვალიდური supply-ა, მაგრამ მე მაკლდა მაინც ერთი დასტური იმისა, რომ ანუ ერთი confluence-ი, რომ ჭირდებოდა breakout structure, ანუ change of character. შემდეგ რა მოხდა? გავტეხეთ ეს low-ები, ეს lows, ანუ ეს trendline liquidity ესე შეიძლება თქვა short term trendline liquidity მოხსენით. შემდეგ მარკეტმა შეეხო ამ supply-ს, ეს უკვე ძალიან ვალიდური იყო, აი ძალიან იმბალანსი შეეხო და რა თქმა უნდა აქედან ხა ტრეიდი არ გავხსენი, დავილუტე კიდე ერთ რეაქციას და უკვე როდესაც ნახე რამოდენიმე bearish engulfing candle, ანუ bearish engulfing candle, რას ნიშნავს? ტანით როდესაც დაიხურა supply-ის რეაქციის შემდეგ, ანუ ქვევით ჩამოვიდა, ხო? ნახეთ, აი ეს ერთი სანთელი, მეორე სანთელი, მესამე სანთელი უკვე განვახორციელე და გავხსენი sell setup-ი, იმიტომ უკვე თავდაჯერებული ვარ, რომ მარკეტი მართლა ქვევით ჩადის, იმიტომ რომ აქ supply დაარესპექტა, აქაც დაარესპექტა.
ანუ ორჯერ დაარესპექტა break of structure-ის მოხსნა, change of character-ის მოხსნა, imbalance-ით შეავსო, აქ inducement-იც მოხსნა, ანუ აქ imbalance-ი გვაქვს, აქ inducement-ი. ანუ მეტი დასტური მართლა ამჭირებათ, ან ობსესიაზე შევდივართ. განახორციელე სელი. კი ბატონო, აი აქედან სელი განახორციელე, დავათარგეთეთ. აი ეს slow ქვევით, ნახეთ. აი ეს slow. ხო? აი ეს slow დავათარგეთეთ. და იყო 5 არ არის, ანუ რატო დავათარგეთ ეს slow? როდესაც გვაქვს ჩვენ, ანუ მარტივად გეტყვით რა. ბევრი შკენდელი, ანუ დაღმავალი ტრენდი უბრალოდ. Order flow რა. ნახეთ. მარკეტი რა შვება ყოველთვის? მარკეტი ყოველთვის ქმნის რას? ახალ lower lows და ახალ lower highs. Lower lows და lower highs. Lower lows და lower highs. ანუ რისგან შედგება? Lower low და lower highs სერიებისგან. ეხლა ნახე. შენ თუ აი ნახე, აქედან დასტურს დაელოდე რა, აი აქედან შეეხო აქ თქვა supplies და აქედან უკვე confirm-იც გაქვს და განახორციელე sell setup-ი, sell პოზიცია გახსენი. რას დაათარგეთებდი? რა თქმა უნდა, დაათარგეთებდი lower lows. რატომ? თუ შენი ტრენდი არის ვალიდური, ხო, ტრენდი თუა ვალიდური და იცი ნამდვილად რომ გაქვს დაღმავალი ტრენდი ბევრში. რა გითხარით? ყოველთვის ვქნით ახალ lower lows და lower highs. ანუ ჩვენ გვაქვს იმის იმედი, რომ lower low შეიქმნება ახალი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, გამახორციელეთ ცელი ზედა ზონიდან და ვათარგეთებთ lower lows. ანუ დაათარგეთებდი აქ lower lows, აქედან როდესაც გახსნიდი და ლოგიკურად აქაც, როდესაც აქედან confirm-ი გექნებოდა და დაათარგეთებდი ისევ lower lows და არას მაგალითად აქან სადღაც ქვევით, ანუ ყოველთვის სიზუსტე ჭირდება ტრეიდინგს რა, სიზუსტე, არ უნდა გაღორდე არასდროს. 100 არ არის და ეგეთი უაზრობები არა. ყოველთვის უნდა გქონდეს შენი შესრულის ლოგიკა და გამოსვლის ლოგიკა. ანუ ტრეიდინგში ძალიან ბევრს გონია, რომ აი მარტო entry არის მნიშვნელოვანი. ანუ როდესაც საიდან განახორციელებ ტრეიდს, არა. საიდან გამოხვალ, ეგეც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შენ შეიძლება ძალიან ზუსტი და ძალიან perfect აი A+ setup entry მოდელი კონდეს და განახორციელო აი sniper entry ესე რომ ვთქვა, აი ძალიან მაგარი შესვლა, მაგრამ target კონდეს არასდროს შერჩეული. მაგის გამო შეიძლება ტრეიდი წააგო, ხო? ამიტომაც უნდა იცოდე საიდან შეხვალ და საიდან გამოხვალ რა. ეხლა განახებთ Discord servers, ეს ტრეიდი, მსგავსი ტრეიდი 4 არ არის EuroUSD-ზე, იყო უფასოდ გაზიარებული ჩვენ trading server-ზე. უფასოდ. რა თქმა უნდა, იცით რომ უკვე მეორე თვეა ჩვენთან არის უფასო live trading. აგერ შეგიძლია ნახოთ EuroUSD-ზე იყო გაზიარებული ეს ტრეიდი, ანუ თქვენთან ერთად 1450 მემბერი ვართ, ყველა შეძლოს შემოსვლა. აგერ ბიზე გადავიტანენ და ბუმ. მაგარი ტრეიდი იყო, ანუ მე რა ტრეიდიც გავხსენი, იგივე ტრეიდი გახსნეს თემო და ენიგმამას, ანუ ხედავთ სამივე მენტორი რას სიზუსტით ვაჭრობთ. აი აქაც პრუფები და რა თქმა უნდა უკვე take profit-ები შეგიძლიათ ნახოთ ტრეიდერებმა განახორციელეს ესე რომ ვთქვათ. ტრეიდები აგერ კი ბატონო, აგერ მადლობასაც გვიხდის ერთ-ერთი ჩვენი მემბერი $130 გააკეთა, ძალიან მიხარია, $1000 აგერაც, ანუ EuroUSD-ზე, ანუ მემბერებმაც გახსნეს setup-ები, ანუ მოყვებიან. ამაზე ბედნიერი, რავი, მართლა არ ვარ. ძალიან მიხარია, მართლა ძალიან მიხარია, უკვე 1450 მემბერი ვართ და ვისაც გინდათ შემოსვლა ჩვენ სერვერზე, რა თქმა უნდა, უფასო info devs, აი, უამრავი, აგერ შემოხვალთ და ნახეთ. აი, უამრავი ვიდეო არის რა, აქ ყველაფერი დაათვალიერეთ, იმიტომ რომ YouTube არხებიც არის და ძალიან ბევრი რაღაცა არის. და რავი, აბა, შემდეგ ვიდეომდე გელოდებით.